უკრაინელებმა 2008 წლის ომში ქართველების წინააღმდეგ მებრძოლი კიდევ ერთი ცხინვალელის სეპარატისტი მოკლეს. ინფორმაციას 48 წლის ბატრბეგ ილიასის ლიკვიდაციის შესახებ ცხინვალის მედია ავრცელებს. ბიჭიკო პაიკიძე, რომელიც ესპანეთში იყო დაკავებული თავისუფალი ავანში ოცნების ყოფილი დეპუტატი და ლილუაშვილის ახლო ნათესავი ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით იძებნებოდა. რამდენიმე კვირით ადრე პროკურატურა მისი ექსტრადირების პროცედურას აგვარებდა. სუსი პაიკიძეს და კიდევ 5 პირს ინფრასტრუქტურის სამინისტროს კუთვნილი 4 მილიონ ლარზე მეტის მოთხოვებით დაუფლებას ედავება. 3 დღეა ველოდები, რომ მკვლელი დააკავონ, მაგრამ თურმე ვერ პოულობენ, აცხადებს მარნეულში მოკლული 27 წლის კაცის დედა. ოჯახისთვის უცნობია რა გახდა თავდასხმის მოტივი. მარნეულის ბაზარში ცეცხლსასროლი იარაღიდან მამა შვილს ესროლეს. უკრაინელებმა ზაპოროჟიესთან რუსების იშვიათი სახეობის სადაზვერვო დრონი ჩამოაგდეს. მისი ღირებულება $200,000. დრონი აღჭურვილია ხელოვნური ინტელექტით, რომელიც მას ობიექტების აღმოჩენასა და პრიორიტეტული სამიზნეების შერჩევაში ეხმარება.